დავიყვაროთ საშუალებით ფინელი იქნება და ცხოველი იქნება და წავიდეთ წინ. იმიტომ რომ ხედავთ რომ ეს მოთხოვნები ინტერესები ყველანი დიდები ჩვენი ჩვენთან სასაული ადგილები გვაქვს და ვერ ვხედავთ ბოლოს. და ჩვენი მოსავლელი არის, აი ჩვენი ფენის მოსავლელია სუპერლაპს და აი თქვენ ენაცვალეთ სუპერს, აი ვისახარ დიდ და პატარას. ძალიან დიდი რამოვებია კიდევ ერთხელ და უკვე გადავიდეთ როდენის დღეზე. მაქსიმალურად არის მომზადებული პროგრამა. დღეს ვიმყოფებით ტურაზე სანადიროდ და მგელზე. გვაქვს ლიცენზია 10 ტურის და 6 მგლის მოპოვების ნებართვა. ნახეთ, ნომრებში ვდგებით, ნაწილდებით ახლა. სადღაც დღეს ვართ 45 კაცი და ვაკეთებთ ალაზნის ჭალას. სადაც 1-10 წელია არ ჩატარებულა ესეთი მასშტაბური ნადირობა. ნახოთ რა იქნება. დიდი იმედი გვაქვს რომ მგელი და ტურა იქნება. ჩავედით უკვე ალაზნის ეს და გავუშვით უკვე ძაღლებს. ორი კაცი არის დასაწყისი ნომერში და ძაღლებს გავუშვით. ნახოთ რა იქნება. დავდიქით ნომერში და დაიწყეს საღებაც დემო. გაშვებიდან ერთ წუთში ზუსტად დაიწყეს დემო. ახლა იყო გასროლისმა და რაციაზე გადამწეს, რომ ერთი ცალი აუღიათ უკვე. ნახეთ ძაღლი მიკროფონის აქცელები განმყარული მოკლეს ერთი. ეს პირველი გასროლა პირველი ნადა პაპამ დასვა. Oh, rat magrada. ჩვენ დავდექით, ძალიან მაგარი ადგილია სინამდვილეში, მაგრამ შეცდომა იმაში იყო, რომ ჩვენ რო დავდექით, აი ჩვენიდან ზევით დაიწყეს. ხო. გარეკვა უკვე. მარეკმა დაიწყო სროლა. ჩვენ იმ იმედზე ვართ, რომ ვიღაცამ ესე მოატყვა, შემოურბინა და წამოუგან. კი. ან კიდე შუბში დაეჯახება და ეს იმედი არ მოგვიშალოს. მოკლედ. ნახოთ რა იქნება. ეხლა მეორე სარექსზე გადავალთ სავარაუდოდ. ხოლო თუ მე შეგეთქვი, რომ აი ამ ხალხს ვინც ახლა მოგვიყვანს. ბოლოში სუმცირე 500-ს ვაჩვენებთ. 500 მონადირებულს კი შეიძლება მოხდეს. ნახოთ მეორე სარექსში რა იქნება. ეხლა ძაღლები ისევ დასწევენ, მაგრამ
მაგრამ რამდენად შეძლებენ ძაღლები რომ ჩავხსნათ და მეორე სარეკი გავაკეთოთ. ყველაზე ძნელი სარეკი აქ ჭალაში, რაც დავიწყეთ ახლა აქ. ნადირობა. ნახოთ რა იქნება. დღეს შედეგიანი ნადირობა იყო და 6 ცალი ავიღეთ. მოკლედ ავიღეთ 6 ცალი ამ პირველ მორეკვაზე. მორჩით ბიჭებს მოაქვთ 2 ცალი. გაიტანეს კიდე 1 და 3-ის გამოტანა ვერ შევძელით. გაუვალი ადგილი იყო ისეთი ჯაგიანი რომ ძალიან რთული რელიეფია რა. ძაღლების ძალიან დაიღალნენ. ცოტა ხან შევასვენებთ და გავაგრძელებთ ისევ. მოდის. ეჭი. ძაღლები. კარგი ორი. აჰა. ხო. წავედით მეორე მოსარეგზე. ბიჭები დავტოვეთ, სუფრას ამზადებენ. მე გიო და გიო. წავედით ნომრებში დასადგომად, ბიჭები წავიდნენ მანქანებით. გიორას გვერდღიურის სტვით. დღევანდელ ნადირობაზე. მას გეტყვი რომ პირველი გასვლა ძალიან შედეგიანი იყო. 6 ცალი ავიღეთ ხო? როგორც იცით, 6 ცალი ავიღეთ. მათ შორის ერთ-ერთი ჩემი ნადავლი არის. ძალიანაც კარგი. უბრალოდ 3 ცალი ვერ გამოვიტანეთ. ძალიან შორს ფოტომასალა და ვიდეოები კი არსებობს, მაგრამ აი ერთად რო კი დაურთავთ ამ ყველაფერს. თავი ვერ შევძელთ, იმიტომ რომ ძალიან შორს იყო რა ჭალაში. ასე რომ ეხლა მეორე გასვლაც იმედია შედეგიანი იქნება. Kocha! Aha. Kocha, davide, შემდეგი. ალადეც გიორგი. დღევანდელი ნადავლი. ალადეც მოგილოცია. მინეზავთ გიორგი. 69 კილოგრამში. კაია. როგორ შეგრძნება გიორგი? რაცა რომ ესეთ მავნებელს ამოიღებ ამ ტერიტორიიდან, სადაც ხოხობი ყავს და კურდღელი მრავლად. წარმოიდგინე რომ ეხლა ერთის სიკვდილით 1.20-30 გადავარჩინე. თან ამ სეზონზე. განამთლიანად ამ სეზონზე წლევანდელ წელს გადავარჩინე 1.20-30 ცალი ხოხობი. რა ნომერი ესროლე? პირველი ვესროლე 5-0, აი ჩვენმა ძმამ მომცა დილას 1 ცალი. და შედეგიანი პატრონა ყოფილა. 15 მეტრაში ვერ გავაჩერე, ფეხი აითრია და მეორე დავახალე როგორც მახსოვს 2-0. აჰა. ეგრევე. ძალიანაც კარგი. კაია, ერთი კიდე აიღეს სხვა ბიჭებმა, თავიდან საიდანაც ძაღლები გაუშვეს და ეხლა აქ მიდის დევნა. ნახოთ ეს მხარე დაკეტილი გვაქვს ვიდრე აქეთ უფრო და მაგრამ მგონი რომ ავიღეთ. ძალიან გადავკეტე. ძაღლების დევნა მიდის ისევ. აი, ჭალაში გიო მოკლა ერთი ცალი და მოათრევს მოაქვს. ახე, აკაი დევნებია. ნახე. ოჩახ. მალადეც ოთარის მალადეც. ყვილად არ გიბენია. ყვილად არ გამოგიშვით ხო აქეთ? დაჭერი პირველზე? პირველზე ვერ დაწვა, მაგრამ მაინც კანდროგა გავუკეთე. მამალი არის მალადეც. აბა, გილოცავ. გილოცავ.
დღეს არ მოიგია რა. ძაღლებმა დღეს შეასრულეს. ანახოს მოსწრებენ ძაღლები და თავიდან რო დავინახე. ძაღლი არის ყველა სანამატო. ჯეკო. მოდი. სამნელი. კარგია. ეს მე რამდენი უკვე? 6 ხო იქავიღეთ. ერთი ნაპირელმა აიღო. როგორ? კარგად დავიწყალეთ ეგენი. 6 ავიღეთ იქ ქვემოთ. ერთი ნაპირელმა აიღო, ერთი აქ და ერთი სავარაუდოდ იქ ზემოთ უნდა ყავდეთ. ერთი ან ორი მოკლული უნდა ყავდეთ ზემოთ. ზემო დავით სად ვიყოფებით და რატო ვიყოფებით და რატო გავაკეთეთ ეს ნაცვლობას? ეს ვიყოფებით რელიციის მიმდებარე ტერიტორიაზე. სადაც ძალიან ბევრი არის და ძალიან დიდია სახელი. გარშემო არის ძალიან უჯამეს წვრები, შეუჯამეს ოჩოლა საქონლი. მაგდა გამომდინარე, მოხობის მოსა გაშვებული არა მცირე რაოდენობა უძველის არის და ძალიან დიდია სახელებს ამ სოფელს და უშვებს. ესენი ამიტომ ჩამოვიდით და გავაკეთეთ იგი ნაწილობო ჩავატარეთ და შედეგიც კი არის. მართალი ავიღეთ, ლები ვერ მოვატანეთ, რაღაც ძალიან ბევრი ვიყავით, მანქანები, მაური და გაბლი. ანუ შენ ამბობ რომ ლებზე კიდე უნდა ჩამოვიდეთ? კი, რა თქმა უნდა. ცოტა ისე, სვანაირად. ძაღლებმაც კარგად იმუშავეს. შედეგი კარგი დადეს, მაგრამ ძალიან რთული რელიეფი აქვს. კადრებიც არის, სულ წყლები დგას, ჯაგები არის, ჩალები არის და ჯაგები ისეთია რომ ბოდო მეუბნება რომ მაგალითად უნდა დაგაგენებოდე მაგალითად